დილამშვიდობისა ტრეიდერებო, დღეს ორშაბათია, ხუთშაბათს და პარასკევს საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა მოვლენები საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე, გამომდინარე მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური სიახლეებიდან. ჩვენ შაბათს დეტალურად განვიხილეთ თითოეული ეს სიახლე და ტექნიკური ანალიზი, ასევე გავაკეთეთ ამ კვირის პროგნოზები, ასე რომ შეგიძლიათ გადახედოთ Facebook-ის გვერდზე პირდაპირ ჩართვის ვიდეო, სადაც მოისმენთ თითოეულ მაჟორულ სავალუტო წყვილზე პროგნოზებს და ანალიზს. რაც შეეხება დღევანდელ დღეს აზიურ სესიაზე ჩვენთვის ღამე ცნობილი გახდა ჩინეთის სავაჭრო ბალანსი, რომელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა, დადებითად აისახება არა მხოლოდ ჩინურ იუანზე, არამედ ამერიკულ დოლარზე და შესაბამისად ეს კიდევ დამატებით ბიცკს მისცემს დოლარის გამყარება საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე. მაგრამ იქიდან გავინა, რომ დღეს ორშაბათია, მეტი ყურადღება დავუთმეთ ტექნიკურ ანალიზს, მნიშვნელოვან დონეებს, პატერნებს, რადგანაც ორშაბათს ბაზარი ჩამოყალიბების პროცესშია და შესაძლოა ხუთშაბათი პარასკევის ტენდენციები შეიცვალოს მომდევნო კვირისთვის. შეჯამებისთვის დოლარი საერთაშორისო ბაზრებზე სავარაუდოდ პასიურად განაზრდობს გამყარებას, მაგრამ ეს არ იქნება პანიკა და არ იქნება 500-600 პუნქტიანი პანიკური მოძრაობა. რაც შეეხება ტექნიკურ ანალიზს, შეარჩიეთ ორი მნიშვნელოვანი დონე ევროდოლარის სავალუტო წყვილზე, წინამორბედობის დონე 1.1108, ხოლო მხარდაჭერის დონე 1.1080, სწორედ ამ ორი ფასის გარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია ტრენდი ჩამოყალიბდეს იგივე მიმართულებით და მოქცეს ვაჭრობის ძალიან კარგი საშუალება. ასევე დღეს ყურადღება მიაქციეთ კანადიდან სამშენებლო ნებართვებს, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს კანადური დოლარის ფასზე და ინვესტორების განწყობაზე ამ ვალუტის მიმართ. დღეისათვის სულ ეს იყო, გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას, ხვალამდე.